რო კითხვა ამხავს ფული არა აქვს და ტაქსით კი დადის ყველა. ერთიც მაგაცი მყავს. სულ წუწუნებს, აი სულ რა ლარი, 2 ლარი. ეხლა ამას წინათ მარაწლავის ოპერაცია გაიკეთა, გაუსხდა და ოპერაციის ფული კარგად ხონდა? რაც მე ფული მაქვს გასესხებული, აი ყველამ ერთიანად რომ დამიბრუნოს ლარი გამყარდება ქვეყანაში, ლარი. და რა მაინტერესებს ბიჭო? რატომ არ გიბრუნებენ? ვიბრუნებენ, მაგრამ მე მეორე დღეს მოდიან 2 მაგს ვთხოვენ და არ მინდა აღარ ვიბრუნება ამის დედაცვატირე. მეც მაგარი პრობლემები მაქვს რა, იმენა ფული მჭირდება, გაიგე, დავრბივარ გიჟივითა და აი ვერ შოულობ რა, ვერაფერს. რა სამოგაცო? რა პრობლემაა? პრობლემას, რომელიც ფული შეიძლება რომ მოაგვარო, პრობლემა კი არა, ხარჯი ქვია მაგას. და ფული კიდე იმისაა რომ დახარჯო. აი აქ გამიჩერე. აკა. ოთხი და 80 არის შენზე. აი 20 ცენტრიანი არა მაქვს ბინჯო და აჰა ეს 50 კაპიკიანი. პრინციპში 30 თეთრი იქით 30 აქეთ რა. აბა კარგად. აი შენ პატრონი. მისამართზე მივდივართ? მისამართი და ბარემ ნომერს ჩაგაწერინებ, გინდა? არა, მე ნომერი არ მithხოვია თქვენთვის, უბრალოდ ხო უნდა ვიცოდე სად მივდივართ. მივდივართ არა, მივდივარ. ეხა მაკლია შენთან ერთად ვიარო. გასაგებია, უბრალოდ არ გაქვთ მითითებული. ანუ უნდა მიგითითო სად წავალ და სად არა? მომისვენეთ, აი რატო ცდილობთ რომ ხასიათი გამიფუჭოთ? ძალიან მშვენი რა, ესე კარგ ხასიათზე ვარ. ცოტა ხანში მოურჩები, წავალ, ცოლს უნდა გაუვარო და ვიქნები ბედნიერი. აი რატომ მიფუჭებთ ხასიათზე? აჰა, ნუ ცოლიც გყავთ. და სხვებს რატომ დასდევთ? ვინს დავსდე? აბა ვინ მომაკითხა? გამომიძახეთ და მოგაკითხეთ. ამას უყურეთ, გამოგიძახე არა, ეხლა მაკლია რომ კაცები გამოვიძახო რა. თავხდი. ნუ და ზმუკი შენა, ზმუკი. რა დალია ეგეთი რომ სიტყვას ვერ ატრიალებ პირში, ბიჭო. სანწან გიყვანო, სადა? მუთი რა გავიგო, ბიჭო, მცხეთა? ან რა დაგხვდა ღია ესე რომ გაილეშე, ბიჭო, ამდილა უთენია, ა? გინდა კერხერი მოგიშვა, ზოთა გამოფხიზლდები. ამდენი დაულევია, ბიჭო, ნახე, რა სუნიაზდის, ლოთი ესა, ლოთი. აი ხა რომ გამაჩენოთ პატრონმა, გამაჩენოთ, ლიშენიას დამიწერს მეცა. რა, იგაც რამხელა ჩანთარი? ფული მინდა ვარ მითხარი. ბიჭო, მე გითხარი 12000 კაცო, რამხელა ჩანთარი რა არის ისა? 10 ლარიანებია სულ და დამეზარამის გადახურდებაი. ამით წაიღე და ჩაულიცხე რა. აი 10 ლარიანებია ბიჭო. ამას და რა ჩარიცხავს ა? მთელი თომა უნდები, ამის ჩარიცხავს ა? ვერ გავიგები, გინდა სულ ფული. მინდა, მაგრამ რა ჩარიცხავს მეთქი ამასა კაცო? კარგი რა ნახე, შენ კიდე მეწავალ და მე ჩავრიცხე. ჰეი, ბოს გადაწვა, გოგო. წავალ ახლა მე ამოვიდა შაურმასა. ამისთვისა.
შერაწადი და ჩარიცხე პარასკევამდე წავედი შეკარგზაღლო შენა 300 ლარისა 20 თეთრიანებით ყავთ ცხენი ნახიდი ვის დაცინი შენა ბიჭო რომელი ცხენი გარინჩა ო გარინჩაი ო რა კარგი ცხენი იყო ეგა კარგი იქნებოდა ისეთი მაგდაფონი ჩაუყენა კიჟომა რომ თეატროპაცეს მოდა იმის ხმაი კაცო როგორ მახსოვს ქიშომ რომ მომიტაცა ცხენი და მამა ჩემი სამჯერ დაგვეწია ფეხით არა რა სამომი აჰა რა ისე ბიჭო რა არის და ხორცი ხახვი კიტრი წვანილი წიზაკა კეჩუპი მაიონეზი და კიდე აწე შაურმაი მაშინ რომ აწვალე სანთან მოიფიქრე ვინი ამეხადა უკვე ვინი ამეხადა ეს ვინ ყოფილა კაცო ცეცხლი დალია შენა და მოუნელებელი ეს ხელი კიდე აიღე აქ კაი ძმაკაც იმით რომ გადამხვიე ნომერი არ გიწერია დედის ან მამის ანუ დაურეკო პაროლს თხოს პაროლი რა გაქვს ბიჭო ნახე რა ნახე ტელეფონიც ვერ აცნობს ისეთი გალეშილი არის აუქნა ეხლა რა გავაკეთო აბათუნდა ნახე ნახე ერთ სუნკრავს ბიჭო ერთ სუნკრავს ბინჯო გაიღვიძე ბინჯო საწაგიყვანო ამოიღე ხმა ვინახარ ჩენა კაცო საწაგიყვანო სადა რომელ გაჩერებაზე აი გაჩერება თუ გინდოდა თავის დროზე გაჩერებულიყავი არ ჯობდა ეხლა რო ფიქრობ გაჩერებაზე კანწებს რო ულაყუნებდი იქა და შენი გამოშვების წელი და საათი რო გადაშენდა შენი ლოთო შენა ლოთო მოიცა მოვალ არსად არ წახვიდე, მაგრამ სად უნდა წახვიდე? ხო, კიშო. ფული გიშოვე, ფული. ვა, რანაირათა, ბიჭო. რა გაგეძირა, შეშობე წაღლო რა, ვერ გიშოვიდი, ხა? არა, კი არ გამიკვირდა, კაცო, იცოდი რომ იშოვიდი, ჯიგარი ხარ, ჯიგარი. ეს რა არის, ბიჭო, 10 ლარი დამერიცხა. ბიჭო, ციცუ არის გასული, ციცო გირიცხავს, გაიგე, ნელ-ნელა და დაგირიცხება დღის ბოლომდე. აი კიდე დაირიცხა. აი კიდე მოვიდა. მოიცა, აბა დავთვალო და დაგირეკავ, ჯიგარი ხარ. ბიჭო, მაგარი ამბავი უნდა გითხრა, გესმის? არ ხეინა. გაიღვიძი, არ ხეინა.
საქმოსული აღარ დაგინახო, გაიგე? Ani რა გჭირს? ასეთი რა გითხრა დედაშენმა რომ ამ ორ დღეში ასე შეიცვალე. დედა ჩემი სახელი აღარ ახსენო და ეგრე ელაპარაკე იცი ვის? ვის? აი ვის და სახში რო ყავს რა? საჭმელებს რო გიკეთებს და სახს რო გილაგებს ვითომ. აი რა გჭირს გამაგებინი, ა? იმას ველაპარაკე უკვე და აუხსენი რომ შეიძლება ბინა ვიქირავ და ცალკე გადავიდეთ მე დაშენ. ანუ მოგბეს და უკვე ეგეც და რაღაცა ახალს ეძებ ახლა, ხო? ვის ეჭვიანო, გოგო არ გამაგიჟო, შენ ნორმალური ხარ? აი ხო ეხა ეგ ხააკალია ანა ბანძავას რომ შენზე იეჭვიანოს რა. Ani რა გჭირს? ჩემი სახელი აღარ ახსენო. და წადი, მიდი გელოდებიან. არავინ არ მელოდება რა. სამსახურშია ეს წასული და მუშაობს. დილიდან საღამომდე სამსახურზეა გადართული. სახლში მოდის, იბანავებს, შეჭამს, დაწვება დაიძინებს. და საერთოდ რა კარგი ადამიანია, იცი? გინდა გაგაცნო. რა მაზრზენი ხარ, ბიჭო, გული მერევა შენზე. აი რა. აი თრე აქედან და ის ბოზანდარა გაცნი შენებს რა. აი რა. ყავლები და გაიკეთე ერთ ადგილას. ფულიც ვიშოვე, პრობლემებიც აღარ მაქვს. შვენივრად გძნობ თავსა. შენს რჩევებსაც ვითვალისწინებ, მაგრამ მე ნატრება, ბიჭო. ხომ არ მიგიწერია? არა. ჩვენერია, არც დაგირეკავს? არა, მაგრამ არ არის, მაგრამ ქალს ზოგჯერ ზედმეტი ყურადღება ვნებს, ხოლო უყურადღებობა უფრო ინტერესს უჩენს შენს მიმართ, ასე რომ ეხლა დარწმუნებული ვარ ის ზის და ტირის რატომ არ მეხმიანებაო. რა სამო, ბიჭო, რა ტირის? მოიცა. გაკმინდე ხელები. რაც უფრო მეც მოითმენ, მით უფრო მეც მოიგებ, ასე რომ დამშვიდდი. და მე რო არ ავწერ, ეხა სხვა არ მოშეიყვაროს? ვის სხვა? ხედავ აქ ვინმე სხვას? ასე რომ დამშვიდდი ჯეელო. რაო? ჯეელო ეს მიმართვის ფორმა არის ასეთი. ანუ აღარ მივწერო? არავითარ შემთხვევაში. და იცი რა მაინტერესებს? შენ თუ ესეთი მაგარი ხარ, შენი და შენი სიძე რატო არიან დაშორებულები? იმიტომ რომ ისინი წერენ ერთმანეთს. და აი როგორ აგიხსნა აი როგორ არის ეგ იცით აი რა მირჩევნია მე ანუ მართო სიყვარული მე თუ აი მართო სხვამ რეალურად ეს ნონსენსია მაგრამ შეიძლება ვთქვათ დეტალური ახსნა მოიცა ერთი წამი მოიცა ხო ლაშა რა სამო ბიჭო როდის დაგიჭირეს ეხა ციხეში ხარ უკვე გირაოს ფული? ანაირა. კაი რაღაცას ვიზავ ხო, რაღაცას ვიზავ, ვიჩალინჩებ. კაი არ წახვიდე დამელოდე, მოვალ აბა რას ვიზავ. კაი. ხო და იმას ვამბობდი რომ რა მირჩევნია მე, ანუ მართო სიყვარული მე თუ მართო სხვამ რადგან მოიცა ბიჭო, მოიცა რა დროს სიყვარული არის, კაცი დაინჭირეს. წავედი რა მე, წავედი.
ტყემალი ჩაურიე, მამი, იცი რა კარგი ყოფილა? კაი, მამა, სატყემალი და საჩაი. მეც ეგრე მეგონა, მაგრამ რა იყო რა გჭირში? არაფერი. მახომ ხო არ გაგაბრაზა? არა, გამაბრაზა. უბრალოდ რაც ორი დღე არ მომწერი. რაცა მოგაც ხო კარგად არის ნეტო. არ ვიცი, ვიფიქრე დავურეკავთ ხო მოვიკითხა, მაგრამ მე გადავიფიქრე. რათა შვილო, იქნება რა უჭირს ადამიანი. აი მე, ყველაზე მე უნდა ვიფიქრო? ბიჭო, შენ სულ აგრია ის ფსიქოლოგია თუ ვიღაცა, ვისთანაც დაიდიხარ რა. დაურეკე შვილო, მაიკითხე. იქნება და აღარ უყარ ხარ და გადაგცვალა სხვაში, ჰა? შენგან მეც რას ისწავლიდა? კარგი ჯო, ნუ გადავაჭამე თავი რა. ხო გთხოვ ეს ჯო მოიშორე. კარგი ჯო, ჰო, ტო. აუ, ტახექს, შენ ყოფილხარ კაციცა და ადამიანიცა რა. შენ რო არ გეშოვა ეგ 12000? გეფიცები კიდევ ციხეში ვიქნებოდი. ისე კი იყავი ღირსი. ის 200 ლარი რომ მომეცი მაშინა. თურმე ჩემებისთვის გამოგირთმევია შენ დამპანო შენ. კარგი რა ბიჭო, ეგ ეკონომიკის სპეციფიკაა. ფულმა უნდა იტრიალოს. თუ ამოვიდა, ჩავიდა, ამოვიდა, ჰოპ, უცებ აღარ ჩავიდა. ისე საიდან იშოვე მაგ ხელაფული ბიჭო? რა მნიშვნელობა, კაცო, საიდან ვიშოვე, ჰა? დამჭირდა და ვიშოვე. აბა ეხლა ბავშვობის ძმაკაც ხო არ დავტოვებდი გასაჭირში. შიგარი ხარ რა. ხო იცი და აგიბრუნებ მაგას. სულ სხვა ხასიათის ბიჭი ვარ, ხო იცი? აშა. ჩემებს აღარ დაურეკო იცოდე, გაიგე? რა შენებს უნდა დაურეკო ბიჭო? დაურეკო კი არა, თვითონ რომ ირეკავენ არ უპასუხო. კარგი ბიჭო, კარგი, გეყოფა ეგ აფერისტომა რა, გეყოფა. როდამდე უნდა ყავდე მე? საცა ხვალ რო? აშა არ მომწონხარ ამ ბოლო დროსა შენა რა. ხო კარგი, ბოლო იყო რა ეგ. ბოლო კიდე ჩვენი მტრისთვის იყოს. ისე რაში დაგჭირდა ეგ 12000 ლარი? ბიჭო, 12000 კია. გეფიცის ჩაკუჩიანი ტიპი რო იყო მოყუჩებულში. მაგას დავაკლებიე, თორე ვაფშე გავიზეზებოდი და. კაი, წავედი ახლა მე გავიქეცი. ხო და ტელეფონი არ გათიშო, როდესაც დამჭირდები არ ვიცი რა. წამო, გაგიყვან, წამო. რას გამიყვან ბიჭო? გამიყვან კი არა, დაჯექი, იმუშავე, 2 კაპიკი გააკეთე, წამოეწიე ოჯახს. ფული ხეს კი არ ასხია. მიდი, მიხედე საქმეს, კაცო. ეს ახალგაზრდები. ვინ ჯანდაბა, ბიჭო ეს? გამოჩენილი თამადა არის. ვერ ახედა ვინ არის, მთვალია. თვალი როა მეწხედავ, მაგრამ ვინა რა უნდა? ვერ გავაღვიძე, ვერაფრის დიდებით ვერ გავაღვიძე. მთელი დღე დავატარებ. ვერც ვიმუშავე. ამიანათა კიდე არავინ არ ჩამიჯდა. შენ გადამრე, ბიჭო, თუ ვინმეს ნახავ ქუჩაში, ყველა აქ უნდა მოათრიო მერე. და შენ რა სიზავდი, შენა? ქუჩაში დატოვებდი? უკვე კი. გამაგარი რაღაც დავამოღამე, იცი? განახო? რა დამოვა? მახე? მარხე? და უკრავს, მაგრამ ვერ უკრავს, მენა. ალო? ხო, დედა. ო, რა შვები, აბაშვილო, დაგერიცხა ფული? ხო, ჩამერიცხა. ო, წეღანა ლაშას მამა შემხვდა დაუჭერიათო. რა მოხდა, ხო არ იცი? არ ვიცი, მაგრამ გამოუშვეს უკვე. ო, მითხრა 5000 ლარი გადაუხადა ვიღაცა მაგირაოთიო და გამოუშვესო. რამდენიო? 5000-იო. ფუი მაგის. ეგ დამპალი. რა არის, რა მოხდა? არაფერი, დაგირეკავ მე, კაი. უნდა დაურეკო რა. უნდა გადავიმტრიო, მუხზე უნდა გადავიმტრიო, აი ესა კიდე მომატყუა, ბიჭო, რომელი საათია, აბა ნახე. გვიანი არ იყოს, არ ეძინოს. არ მაინტერესებს, მაინც უნდა დაურეკო.
დამპალიესა. ლაშა. ხოტახი. შენზე მაგარი ნაწყენი ვარ, ლაშა. და უნდა გითხრა მაინცა. მითხარი რა არო? შენ თავს ფიცა ვარ, ეხლა მართლა გაგებუტე, შეყალეო შენა. სერია 9, სცენა 9, დუბლი 1. სადავადო? შევინახე. სერიალი. ორჩა? ჩამეძინა. მოგეწონათ? თუ მოგეწონათ და ლაიქ ესე თუ გამოიწერეთ არხი თუ არა და არ გამოიწერეთ არხი.